იუდეასა და სამარიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში კანონის უზენაესობის დაცვა უგულებელყოფილი იყო. როდესაც მიწის საკუთრების საკითხში კანონის უზენაესობის საბაზისო წესებიც კი არ არსებობს და ყველა დავაცხდება იმით, ვისაც მეტი ძალა აქვს. ვთქვათ, ვინც უფრო ფიზიკურად ძლიერია და უფრო ძალადობრივია, ის იკავებს ტერიტორიას. ეს ძალადობის გამოყენებისთვის უამრავ წამახალისებელ მიზეზს ქმნის. გამოსავალია მისი ორგანიზება და იუდეასა და სამარიაში სამხედრო ძალებიდან პოლიციის ძალებზე გადასვლა. მე არ ვსაუბრობ სუვერენიტეტის გამოცხადებაზე, თავად განცხადება არ მაინტერესებს. მე ვსაუბრობ რეალური სუვერენიტეტის განხორციელებაზე, სამოქალაქო საკითხების სამოქალაქო ინსტრუმენტებით მოგვარებაზე. მასშტაბური ევროპული სანქციების მუქარიდან ისრაელის მიმართ მშენებლობის გეგმების გამო, კუსერაში ბრძოლამდე და ქნესეთის დეპუტატზე, რომელსაც პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს, ის აჟიოტაჟს იწვევს, როცა ანგრევს პალესტინელთა ტერორის მონუმენტს. ნამდვილი პრობლემა იუდეასა და სამარიაში უფრო დიდია, ვიდრე თქვენ იცით. დღეს ამ თემაზე სასაუბრო ჩვენთან ერთად არის ამიად კოხენი. მე ვარ ილანა მიზრახი დიამანტი და ეს არის ძირითადი კანონი. ამიად, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩვენს გადაცემაში. გმადლობთ რაჯომ ისე მიმიწვიეთ. დიდი სიამოვნება აბას. კარგი, მოდი პირდაპირ გადავიდეთ ჩვენს თეზისზე. საკმაოდ პროვოკაციულია. ფაქტობრივად, შენ ამბობ, რომ ებრაული ნაციონალისტური დანაშაულის ან ნებისმიერი სხვა ნაციონალიზმის გამოყენების საკითხი მხოლოდ საბაბია უფრო ფართო პრობლემისთვის. იუდეასა და სამარიაში კანონის უზენაესობის სრული არარსებობისთვის. გთხოვ, განმარტე. ვაუ, ეს ძალიან პირდაპირი იყო. იუდეა და სამარია 1967 წლიდან და სინამდვილეში უფრო ადრე 1948 წელს, როდესაც იორდანიელებმა უკანონოდ დაიკავეს იუდეა და სამარია და მასზე კონტროლი დაამყარეს, არსებობდა კანონის უზენაესობის ნაკლებობა, რადგან ეს იორდანიის ორგანიზაციის გარეთ იყო და მათ სრულად არ მართავდნენ მას. და როდესაც ისრაელმა ის უკან დაიბრუნა 1967 წელს, ჩვენ შეშინებულები ვიყავით, რომ ისინი რეალურად ახორციელებდნენ ისრაელის კანონებს იუდეასა და სამარიაში. ასე რომ, რაც მოხდა, არის ის, რომ არსებობს ტერიტორია, რომელსაც არ ყავს რეალური ცენტრალური მთავრობა. ცენტრალური მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის, სამოქალაქო დავების მოგვარებისა და კერძო საკუთრების დაცვისთვის. როცა 90-იან წლებში მივედით და პალესტინის ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის შეთანხმებამ ფაქტობრივად კიდევ ერთი ფთი ბარიერი შექმნა კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში. რადგან პალესტინის ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებდა A ზონას და გარკვეულ სამოქალაქო უფლებამოსილებას ფლობდა B ზონაზე, ხოლო C ზონა ერთგვარ გაურკვევლობაში იყო. რადგან დღეს ის ისრაელის კონტროლის ქვეშია, მაგრამ მომავალში თუ ოსლოს შეთანხმებების საბოლოო ეტაპს მიაღწევენ, ერთ დღეს ის სხვანაირად უნდა იყოს. იგი პალესტინის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ისრაელის სტიმული იყო იმ ტერიტორიის სრულად უგულებელყოფა. და პალესტინელთა ინტერესიც იყო, რომ რეალურად დაეწყოთ იმ ტერიტორიაზე შეღწევა, შეექმნათ რეალობა ადგილზე და ეკონტროლათ C ზონა მოლაპარაკებების გარეშე. ანუ იგულისხმება ის უკანონო მშენებლობები, რომლებიც, იცით, 10,000-ობითაა, თუ არა, მგონი 100-მდე 1000-იც კი. ეს არის 10,000-ობით სახლიდან ერთ-ერთი. ეს არის სოფლის მეურნეობა. ეს კიდევ ბევრ სხვა რამესაც მოიცავს. მათ შორის იქ არქეოლოგიის განადგურებას. მათ ბევრი რამ გააკეთეს, რათა შეერყიათ ისრაელის ხელისუფლება იქ. და ისრაელის ხელისუფლებამ არ განახორციელა თავისი უფლებამოსილება ოსლოს შეთანხმებებით განსაზღვრულ C ზონაში. ამის გარდა, იუდეასა და სამარიაში სრულიად განსხვავებული პრობლემა არსებობს. ყველა თანამედროვე ქვეყანაში ქონების, განსაკუთრებით მიწის ფლობის თანამედროვე სისტემა ცხადად არის განსაზღვრული. ყოველ თანამედროვე სახელმწიფოში არსებობს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, ანუ დღეს უკვე ციფრული რუკა, სადაც ზუსტად ჩანს, როგორ არის ორგანიზებული თითოეული ტერიტორია, ვის ეკუთვნის და მიწის ფლობელობა ძალიან კაფიოდ არის განსაზღვრული. იუდეა და სამარია დღეს, რადგან ყველას არ ყოფნის გამბედაობა, რომ რეალურად დაამყაროს ორგანიზებული სამართლებრივი წესრიგი, მით უმეტეს არა ორ ერს შორის სადავო მიწაზე, სადაც მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში. ამიტომ გვაქვს მიწის საკუთრების 4 ფენა, სტრუქტურა და სამართლებრივი წესები. ოსმალეთის იმპერიიდან ბრიტანელებამდე, იორდანიელებამდე და ისრაელელებამდე მიწის საკუთრების 4 განსხვავებული პერსპექტივა და სტრუქტურა. უბრალოდ მაგალითისთვის. ოსმალებს აქვთ ქუშანი და მალია. ქუშანი არის მიწის საკუთრების რეალური რეგისტრაციის ერთგვარი დოკუმენტი. დღესაც ქუშანები ინახება სტამბოლში და მათ არ აქვთ მიწის ზუსტი საზღვრები მითითებული, არამედ ეს არის აღწერილობა ხიდან მთამდე, მდინარემდე და შენ ვერ გაიგებ, რას ნიშნავს ეს.
მალიას შემთხვევაში კი კიდევ უფრო უარესია. საგანძურის რუკა, ხო? ეს როგორც საგანძურის რუკა, სრულიად საგანძურის რუკას გავს. მალია კიდევ უფრო უარესია. ეს არ არის საკუთრება. ეს არის ოსმალეთის მთავრობის მიერ გაცემული ქვითარი, რომ რაღაცისთვის გადასახადს იხდი. ეს შეიძლება იყოს 20 აკრი ან 1500 აკრი. არავინ იცის. და არგუმენტი, რომლითაც ისინი მოდიან, არის 20 აკრი. დიახ, ჩვენ მოვატყუეთ ხელისუფლება, რომ 20 აკრი გქონდა, რათა ნაკლები გადასახადი გადაგვეხადა, მაგრამ სინამდვილეში 150 აკრია. მიწის ორგანიზებული სტრუქტურა არ არსებობს. ბრიტანელები მოვიდნენ სხვა სტრუქტურით, სადაც მუნიციპალური ქალაქები არეგულირებდნენ მიწის საკუთრებას. შემდეგ მიდიხარ იორდანიელებზე, რომლებმაც დაიწყეს მიწის საკუთრების უფრო თანამედროვე წესით ორგანიზება, მაგრამ მათ მხოლოდ ტერიტორიის 30% მოიცვეს. და შემდეგ ისრაელები მოვიდნენ და ეს სრულიად განსხვავებული ტერიტორია. ასე რომ მიწის საკუთრების 4 სხვადასხვა სტრუქტურა იუდეასა და სამარიის რეგიონში სრულ ქაოსს ქმნის. და ამ ყველაფერს ახლა მართავს გოგატი. ზოგიერთს კოგატი მართავს, ზოგიერთს პალესტინის ავტონომია და უმეტესობას არავინ. ყველა ცდილობს თავი აარიდოს ამ სიტუაციას და სერიოზულად არ ეკიდება, რადგან ეშინიათ, რომ ამას პოლიტიკური შედეგები მოხვება მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ეხლა აქ ევროპელები და თქვენც ახსენეთ ისინი ადრე ცდილობენ რეალურად შექმნან ფაქტები ადგილზე, მიუხედავად ყველა სამართლებრივი ბრძანებისა. ისინი აშენებენ არალეგალურ ობიექტებს ისეთ ადგილებში, რომლებიც ოსლოს შეთანხმებებით, რაც მათ სამართლებრივ სტრუქტურად მიიღეს, მათთვის არალეგალურია იქ მშენებლობა. და ეს რეალურად ისრაელის ტერიტორია. მართალია. ისინი ცდილობენ შექმნან ფაქტები ადგილზე, რათა აიძულონ ისრაელი გადავიდეს ოსლოს შეთანხმებების შემდეგ ეტაპზე. ისრაელიც იგივეას აკეთებს მეორე მხრივ და აშენებს იმას, რასაც დღეს ფერმებს, ჰავოტებს უწოდებთ იუდეასა და სამარიის გარშემო, რათა შეეცადოს დაიბრუნოს კონტროლი სეზონაზე. მაგრამ რადგან ამ ტერიტორიებს რეალური მფლობელი არ ყავს, ეს ყველაფერი ფიზიკური დაპირისპირებაა ორ ხალხს შორის, პალესტინელებსა და ისრაელებს შორის. ეხლა, სადაც კანონის უზენაესობა არ არსებობს, ეს არის მთავარი არგუმენტი. როდესაც მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის მინიმალური წესრიგი არ არსებობს, და ყველა დაუეწყდება იმით, ვისაც მეტი ძალა აქვს. თქვათ, ვინც უფრო ფიზიკურად ძლიერია და უფრო ძალადობრივია, ის იკავებს ტერიტორიას. ეს ძალადობით მოქმედებისკენ უზარმაზარ სტიმულს ქმნის. და ეს არის იუდეის და სამარიის ძირითადი პრობლემა ისრაელის მთავრობის სისუსტე კანონის აღსრულებაში, უმეტესად სეზონაში, რადგან პალესტინელები თავად ახორციელებენ მათ და მათი შიში, რომ პალესტინელებთან კონფლიქტი ქონდეთ, იუდეასა და სამარიაში, კანონის აღსრულებისადმი მათი უხალისობა იწვევს მეტ ძალადობას იუდეასა და სამარიაში. მინდა ამ თემაში უფრო ღრმად ჩაუღრმავდე, მაგრამ სანამ ძალიან შორს წავალთ, ვიცი რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას მოусმენენ და ითქვენ, კარგი, მაგრამ როგორ ხსნის ეს იმას, რაც გუსადაში მოხდა? კარგი, მაგრამ როგორ ხსნის ეს იმას, რომ გასულ კვირაში ჩვენ გქონდა ეს სრულიად შეშლილი შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი დეპუტატი შედის, არ ვიცი ეს იყო A to B ზონა, სამხედრო დაცვის ქვეშ და იწყებს უროთი დარტყმას პალესტინური ტერორის მონუმენტზე. და როგორღაც ტერორის მონუმენტის განადგურებით ახერხებს არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური შანსების, არამედ თავისი პარტიისა და ისრაელის სახელმწიფოს დაზიანებასაც. მეტად სერიოზულად ვიდრე ყველაფერი რაც გააკეთა. არ მინდა რომ ასე გამოჩნდეს თითქოს მხოლოდ სისტემურ ანალიზსა და პრინციპებზე გადავდივართ, როგორც ხშირად ვაკეთებთ ამ გადაცემაში და გვერდზე ვწევთ ასეთ ძალიან თქივნეულ თემებს. როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს? ეს რომ ეს სრულიად დაკავშირებულია და საკმაოდ მარტივია. იურიდიული ფენა არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ეროვნული იდენტობა და мотиваცია ორივე მხრიდან იმოქმედონ. თუ არსებობს კანონის უზენაესობისა და საკუთრების სიცხადე, მნიშვნელობა არ აქვს, რას გინდა ან რა საბაბს მოიტან. ეს ქურდობაა და ამას არ ეხმაურები. მაგრამ მაგალითად, ქუცაჰის საკითხი არის სახლი, რომელიც არალეგალურად აშენდა C ზონაში, ეს არალეგალური სახლია. ეხლა არავინ აღასრულებს კანონს ამ უკანონო სახლთან დაკავშირებით. ეხლა როცა მთავრობა და სამართალდამცავები, ადამიანები, რომლებიც პასუხისგებელნი არიან კანონის უზენაესობაზე, არ ასრულებენ კანონს, მაშინ ჩვეულებრივი ადამიანები აღასრულებენ კანონს. ამერიკაში ეს საკმაოდ ნათელია. პოლიცია გეხმარება დაიცვა შენი პირადი საკუთრება. ეხლა არსებობს თუ არა ეროვნული პირადი საკუთრება და როცა მთავრობა არ იცავს მთავრობის ეროვნული სახელმწიფოს საკუთრებას, ვინ გააკეთებს ამას? სწორედ ასე ფიქრობენ ბევრი ეს დასახლებულები. ისინი მოდიან იდეალისტური პერსპექტივით და ამბობენ, ჩვენ ვიბრძოლებთ ეროვნულ ბრძოლაში, რადგან ერი შეშინებულია და სუსტია, რომ ეს რეალურად გააკეთეს. ეხლა ეს არასწორია მათთვის, რომ ასე მოიქცნენ.
ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 48 წლამდე პერიოდის იატაკქვეშა მოძრაობების ეპოქაში ვართ. მინდა ძალიან ნათლად თქვა, რადგან ეს გადაცემა თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ის, სადაც მე განვიხილავდი ციფრებს, რასაც ეწოდება დასახლებულთა ძალადობის ფენომენი ან ებრაული ნაციონალისტური დანაშაულის ფენომენი. და აქ საუბრობთ იუდიასა და სამარიაში რეალურად ცხოვრები ადამიანების 1%-ზე ბევრად ნაკლებზე, მათ შორის თქვენზეც. ასე რომ, როცა ბევრ ადამიანზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ვგულისხმობთ რამდენიმე ასეულ ადამიანს. ძირითადი ბირთვი კი შედგება 100-ზე ნაკლები ადამიანისგან, რომელთა ასაკიც დაახლოებით 12-დან 28 წლამდე. ძირითადად კარგი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ტრადიციული განათლება და ოჯახური ცხოვრება მიატოვეს და თავიანთი იდეოლოგიური და სხვა სახის ცხოვრება იქ მოაწყვეს. მინდა დაუბრუნდეთ თქვენს აზრს, მაგრამ ბევრი რამ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. ეს არის ძალადობა. სრულიად გეთანხმები ძალადობის საკითხში. ეს არის შეზღუდული რაოდენობის ხალხი, მაგრამ ეროვნული ტერიტორიის დამცველები ბევრად მეტნი არიან და დღეს ისინი ამას ძირითადად ერთად ისრაელის თავდაცვის ძალებთან IDF ერთად აკეთებენ 7 ოქტომბრის შემდეგ IDF-ი. მაგრამ იურიდიულად გულისხმობთ, რომ ეს კანონიერია. კიდევ ერთხელ, იურიდიულად განსაზღვრა რთულია, მათ თავრობის ხარდაჭერა აქვთ. არის ეს ყველა. ისრაელის კანონის ყველა წესის მიხედვით იუდეასა და სამარიაში. რთულია. ზუსტადაც ვერ იტყვი, რომ სამხედროების მიერ ამ პოსტების განთავსება ყველა განსაზღვრებით კანონიერია. ეხლა ქება ავი ბლუც ისრაელის ცენტრალური სარდლობის მეთაურს. ეს ესმის, ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აბსტრაქტული სამართლებრივი სტრუქტურის აღსრულება კონფლიქტის ზონაში, რომელსაც 30-40 წლის განმავლობაში უგულებელყო. ისე რთულია. არ ვამტკიცებ, რომ არსებობს ნათეთელი პასუხი. ძალადობის გვერდზე გადადებით ვცდილობ ავხსნა, რა აძლევს ძალადობას რეალურად განხორციელების საშუალებას. 99% ადამიანებისა არ არის ძალადობრივი. ისინი რეალურად იდეალისტი ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ ბრძოლას. მთავრობა კი ძალიან სუსტია, რომ ეს გააკეთოს. ჩემი გადაწყვეტა მეორეს მხრივ არის ჯეიმს კიუ. უილსონის გადაწყვეტა, გატეხილი ფანჯრების მიდგომა, მოდის და ამბობს, მოусმინეთ, პრობლემა არის კანონის უზენაესობის სიცხადე, მიწის საკუთრების სიცხადე. და თუ სამართალდამცავები არ აღასრულებენ კანონს, მაშინ ჩვეულებრივი ადამიანებიც დაარღვევენ მას. ეს მე ვაფუძნებ ამ განცხადებას ჯეიმს კეი უილსონის 1982 წლის სტატიაზე, სადაც მან დიდრულ უბანში მიატოვა მანქანა, რომელსაც არავინ უვლიდა. და როცა ის მიატოვეს, მაშინაც კი ჩვეულებრივმა ადამიანებმა, დიდარმა ადამიანებმა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა მანქანა დააზიანეს და ზიანეს და დაამტვრიეს. ეს მაშინ ხდება, როცა კანონის უზენაესობა არ არსებობს. ესეთი რაღაცები ხდება. იუდეა და სამარია ბოლო 40 წლის განმავლობაში კანონის უზენაესობის დაცვაში უგულებელყოფილი იყო. პალესტინელები აკეთებდნენ იმას, რაც უნდათ და არალეგალურად დაიკავეს სეზონის 50%-ზე მეტი. მათ დარგეს ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც არასდროს ეკუთვნოდათ. ააშენეს სახლები და ამის წინააღმდეგ არავინ მიიღოს სამართლებრივი ზომები. მათ გააფართოვეს თავიანთი ქალაქები საკუთარი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ბოლო 40 წლის განმავლობაში. ოსლოს დაწყებიდან, ანუ უკვე 30 წელია. და ისინი ამას უფრო ადრე აკეთებდნენ, უბრალოდ მაშინ ამას არ ეწოდებოდა სიზონა. პრობლემა არის კანონის უზენაესობის ნაკლებობა. იუდეასა და სამარიაში მიწის ორგანიზებული საკუთრების არარსებობა. გადაწყვეტა არის მისი ორგანიზება და იუდეასა და სამარიაში სამხედრო ძალებიდან რეალურ პოლიციურ აღსრულებაზე გადასვლა. ძალიან მალე ამაზე გადავიდეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხანგრძლივი მოვლენა არის, რა დისკუსია ყოფილა ამასთან დაკავშირებით? თუ საერთოდ ყოფილა? ფიქრობ, პირველ რიგში ისრაელში პოლიტიკური საუბრები ძალიან ზედაპირული. ჩვენ ვცდილობთ ეს შევცვალოთ ეკონომიკაში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში და რა თქმა უნდა იურიდიულ სამყაროში. ეს თქვენი საქმიანობის დამსახურება. და ეს რთულია, რადგან პოლიტიკური სტიმულები და საერთაშორისო ჩარევა აქ ძალიან დიდია. სოფლიო აიძულებს ისრაელს, რომ ეს ქაოსი შექმნას. ისინი უშლიან ისრაელს კანონის აღსრულებაში ხელს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არალეგალურ პალესტინურ სახლს ანგრევენ, ამას ისრაელის მხრიდან ადგილობრივი პალესტინელების მიმართ ძალადობად აღიქვამენ. და როცა ანგრევენ ისრაელის პოსტებს, რომელიც კანონიერია, როცა აშენებენ კანონიერ ისრაელის ქალაქებს, ევროპელები ამბობენ, რომ დასახლებების ქონა არალეგალურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცდარია. ასე რომ არ არსებობს რეალური კრიტერიუმი, რა არის კანონიერი და რა არაკანონიერი, რადგან საკითხი იმაშია, როგორ ხედავ იუდეასა და სამარიის მომავალს. ეხლა 7 ოქტომბრამდე ისრაელის მოსახლეობაში იქნებოდა 50 ან 60-40 გაყოფა.
რომ უნდა მივაღწიოთ სტაბილურ მშვიდობას პალესტინელებთან. ისრაელის 40% ეთანხმებოდა იუდეისა და სამარიის ტერიტორიის უმეტესობის დაბრუნებას სტაბილური მშვიდობის სანაცვლოდ. 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც წინა ექსპერიმენტი ღაზაში ჩავარდა, როცა პალესტინელებს რეალურად მივეცით სახელმწიფო, ჩვენ ებრაელი ხალხი მომავალ 10 წლეულებში აღარასოდეს ჩავატარებთ ესეთ ექსპერიმენტს. რაც ამით მინდა ვთქვა არის ის, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა იუდეასა და სამარიას შორის არასოდეს განხორციელდება. ასე რომ სიზონა მომავალში არასოდეს იქნება პალესტინის ავტონომიისა და პასუხისგებლობის ნაწილი. უფრო მეტიც, იქ უკვე აღარ არის პალესტინის ადმინისტრაცია. ყველას ესმის, რომ იუდეასა და სამარიაში პალესტინელთა უმრავლესობა ჰამას უჭერს მხარს. ასე რომ ყველა მიცის, რომ იქ ჰამასია. ასე რომ კითხვა ასეთია, როგორ მივუდგეთ ამ ტერიტორიას და როგორ მივუდგეთ სტრატეგიულად მიწის საკუთრებასა და ტერიტორიის ორგანიზებას ამ დღიდან. ეს არის დღევანდელ საუბრებში. რაც მოხდა 7 ოქტომბრიდან დღემდე, არის ის, რომ ჩვენ კონტროლი ჰავოტებისა და იუდეასა და სამარიის გარშემო მდებარე რანჩოების 100-ზე მეტის მეშვეობით დავიბრუნეთ. იქ დაასახლეს დასახლებულები, კარგი დასახლებულები, რომლებიც ფაქტობრივად სხვა გზით ამყარებენ კანონის უზენაესობას და ეს რეალურად ხდება და პალესტინელებს უკან უბრუნებს იქ, სადაც ისინი უნდა იყვნენ, A და B ზონებში. და პალესტინელებს, რომლებიც ცხოვრობენ C ზონაში, აქვს თავიანთი ადგილი, თავიანთი მდებარეობა, რადგან ეს შეთანხმებითაა განსაზღვრული. ასე რომ ეს უბრუნდება ოსლოს შეთანხმებების საწყის ეტაპს, სულ მცირე მიწის საკუთრების თვალსაზრისით, დღევანდელი იუდეისა და სამარიის უმეტეს ნაწილში. ეს კარგი რამაა. რაც მომწონს ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს სამართლიანია, პოლიტიკაზე დაფუძნებული და სისტემურია. კარგი, და ვფიქრობ. ეს ნამდვილად არ მაბნევს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება აუდიტორიისთვის უფრო გასაგებად იყოს ახსნილი, ვინც არსებობს ძალიან ბევრი კარგი სტრატეგიული უსაფრთხოების და სამართალდამცავი არგუმენტი, რომლებიც უკვე გაჟღერდა ან კიდევ უნდა გაჟღერდეს ისრაელის განსხვავებული მიდგომისთვის იუდეასა და სამარიაში, რაც ემსახურება იმაზე დაყრდნობით, რასაც თქვენ ამბობთ, არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ პალესტინელებსაც. კარგი, მაგრამ მაინტერესებს, რამდენად საზიანო იყო მისი წარდგენა, როგორც მემარჯვენე დღის წესრიგის ნაწილი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. და ერთი რომელიც, რა თქმა უნდა, იმ ევროპული სანქციების მუხარის საგანია, რომლითაც, როგორც ამბობენ, იმუქრებიან. კი, ვფიქრობ, ეს ამის ქაორი მაგალითია, რადგან თქვენ საუბრობთ რაღაცაზე, რაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაამტკიცეს, ოსლოს შეთანხმებამდე. და მაშინაც და ეხლაც ის აღიქმება, როგორც ისრაელის სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საჭიროება. იმიტომ რომ არ გსურთ მაიალე ადუმიმი უკანონო მშენებლობებით გარშემორტყმული და იერუსალიმიდან მოწყვეტილი იყოს, რაც უკვე ხდება. და დერეფანი უკვე შევიწროვებულია. კარგი, მაგრამ ეს რაღაცნაირად იკარგება და იცი ეს თითქოს ამ ნარატივშია დამარხული ორივეს მიერ. მე ვფიქრობ, ისრაელელები, რომლებიც ახლა მთავრობაში ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ ამაზე და რა თქმა უნდა მედია, რომელიც ამას პოლიტიკურ დღის წესრიგად აქცევს, ამიტომაც. მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგი ემყარება ხედვას თუ როგორი იქნება მომავალი. რა არის საუკეთესო გზა მშვიდობის მისაღწევად? მემარცხენეების წარმოდგენა მშვიდობაზე ასეთია. მივცეთ მათ ის, რაც უნდათ და დავაკმაყოფილოთ ისინი და შემდეგ მივიღებთ მშვიდობას. მემარჯვენე კონსერვატიული ხედვა ასეთია. არა, უნდა შევაკავოთ ისინი. უნდა ვაკონტროლოთ სტრატეგიული ტერიტორიები. ეს მათაც კი არ მისცემს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ სცადონ თქვენზე თავდასხმა და შეინარჩუნებს იმას, რასაც ჩვენ ძალაზე დაფუძნებული მშვიდობა ქვია. სტრატეგია მკვეთრად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც დღეს რეალურად ახორციელებთ. E1. თუ რუკას გაიგებთ, E1 მდებარეობს იერუსალიმის აღმოსავლეთით მაიალე ადუმიმამდე. ერთი ის სტრატეგია პალესტინის სახელმწიფოს აღკვეთა, რათა აღკვეთოს ერთიანი ორგანიზებული ტერიტორია, რომლის შუაშიც ისრაელის ტერიტორიული ბარიერი არ იქნება. ეს არის ერთი ის მიზანი. ეს არის ჰარ-ჰომა 90-იან წლებში, რომლის აშენებაც ნეთანიაჰუმ დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში და რომელიც სამხრეთ იერუსალიმის ნაწილში აღკვეთეს. ეხლა კი ერთი არის იერუსალიმის ჩრდილოეთი ნაწილი აღმოსავლეთით და ეს ხელს უშლის სტაბილური ორგანიზებული ტერიტორიის შექმნას პალესტინის სახელმწიფოსთვის, რომელიც გამოყოფს იუდეისა და სამარიის სამხრეთ ნაწილს და ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც ხებრონი და ბეთლემია, სადაც რამალა და შექემი. და ის ყოფს პალესტინის მომავალ სახელმწიფოს ორ ნაწილად. ეს არის მემარჯვენეების მიზანი, რომლებიც E1-ის აშენებას აპირებენ. მემარცხენეების თვალში ერთი არის სტრატეგიული მიზანი,
რომ გაანადგურონ მომავალი პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მიცემის აღკვეთით და მშვიდობის ხელშეშლით. ეხლა ისრაელელები მემარჯვენეებიდან კონსერვატორები პალესტინის სახელმწიფოს საფრთხედ აღიქვამენ. და ისინი ხედავენ ჯიჰადისტურ ტალღას იორდანიიდან სირიამდე, ერაყამდე, ირანამდე, რაც გიგანტური ტერიტორიის ტალღაა ნაცისტებისა, რომლებიც გვინდა მოგკლან, თუ ამის შესაძლებლობა ექნება. და ისინი ხედავენ, რომ ერთადერთი ფიზიკური ბარიერი, რომელიც მათ ხელს უშლის ქფარ საბაში თელ-ავივში შეღწევაში, იორდანეს დინარია. და იორდანეს დინარე უნდა იყოს ისრაელის აღმოსავლეთი საზღვარი. ამიტომ კონსერვატიული არგუმენტი იქნება ის, რომ მზად ვართ პალესტინელებს მიუდგეთ როგორც ინდივიდებს 100%-იანი ინდივიდუალური უფლებებით. მზად ვართ, რომ თქვენს ქალაქებში გარკვეული ავტონომიაც კი მოგცეთ, რათა ადგილობრივ დონეზე თქვენი ღონისძიებები და საკითხები თავად მართოთ. მაგრამ იუდეასა და სამარიაში არ იქნება ეროვნული სუვერენიტეტი. ეს არის კონსერვატიული არგუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ აღმოსავლეთ საზღვარი, რომელიც ქფარ-საბადან ირანამდეა დაკავშირებული. სტრატეგიულად ამას ვერ დაუშვებთ. ეხლა უბრალოდ დავამატებ, რომ არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ იორდანიის მეფე მომდევნო 10 წლეულში ან 2-ში დაეცემა. მას არ ყავს ნამდვილი ვაჟიშვილი, რომელიც ქვეყანას ჩაიბარებს. მოსახლეობის უმრავლესობა პალესტინელია და მაშინ იორდანია იმის ნაცვლად რო იყოს სტაბილური ადგილი ახლო აღმოსავლეთში, გახდება ტერორიზმის კარიბჭე 7 ოქტომბრის მსგავსად იმ 350 კილომეტრიან საზღვარზე, რომელიც ისრაელს იორდანიასთან აქვს. ეს სტრატეგიული საფრთხეა. მემარცხენეთა გადაწყვეტაა პალესტინის სახელმწიფოს აშენება დასავლეთ სანაპიროსა და იუდეასა და სამარიაში. და ისინი ფიქრობენ, რომ ეს დააკმაყოფილებს მათ, რადგან კონფლიქტის მიზეზი ტერიტორიული დავა. კონსერვატიული არგუმენტია, რომ ეს რელიგიური კონფლიქტია, ჯიჰადია, დარალ ისლამია, ეს მუსლიმების მიწაა და ეს არასდროს იმუშავებს. მშვიდობა სიძლიერით უნდა დავამყაროთ. შემდეგი პოლიტიკის კითხვა იქნება, როგორ უნდა მართოთ ეს ტერიტორია. ევროპა და დემოკრატები აშესოში მოვლენ და იტყვიან, რომ თქვენ უნდა მოამზადოთ ტერიტორია პალესტინის სახელმწიფოსთვის. ყველაფერი, რასაც აკეთებთ და ისრაელის კანონებს ავრცელებთ პალესტინის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად ხელს უშლის მშვიდობას. კონსერვატიული პერსპექტივა ზუსტად საპირისპირო იქნება. ასე რომ პოლიტიკა არის გონებრივი მდგომარეობის შედეგი და იმაზე თუ როგორ ფიქრობთ ფილოსოფიურად ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მომავალზე. სრულად ვეთანხმები. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში და ბევრ სხვაშიც მემარჯვენეები ხელმძღვანელობენ იდეოლოგიით, რომელიც აუცილებლად კარგად არ ითარგმნება ინგლისურად. აი ჩემი ინგლისურიც წავიდა და ის არგუმენტი, რომელსაც თქვენ წარადგენთ, რომელიც პრესაში გაჟღერდა, მაგრამ არა ფართოდ, მაგრამ არგუმენტი, რომელსაც თქვენ წარადგენთ, იმალება იმაში, რომ იცით, უკიდურესი მემარჯვენეები ამბობენ და ეს არაფრის გადაწყვეტაში არ გვეხმარება. ეხლა მინდა გადავიდეთ თქვენს გამოსავალზე. კარგი, იუდეასა და სამარიაში სამართალდაცვისთვის. მოგვიყევით დეტალურად ამის შესახებ. ამიტომ ნამდვილი გადაწყვეტა არის იუდეასა და სამარიის საკითხთან გამკლავების დაწყება და განსაკუთრებით C ზონის, რომელიც დაახლოებით იუდეასა და სამარიის ტერიტორიის 60%-ს შეადგენს. პოლიციის ოფიცრებით და რეალურად მისი, როგორც სამოქალაქო ტერიტორიის პოლიციური კონტროლით. მე მრავალი წელია რეზერვისტი ვარ იუდეასა და სამარიაში და უსაფრთხოების სფეროში მუშაობდი იუდეასა და სამარიაში. მაქვს კომპანია, რომელიც ამით იყო დაკავებული და პრობლემა ტაქტიკური სტრატეგია პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის კონფლიქტების მოგვარებისთვის სწორედ სამართლებრივი საკითხების გამოა. დავტოვოთ ეს ცოტა ხნით გვერდზე სამხედრო ძალებით. ეხლა ჯარისკაცი M4-ით, რომლის განწყობაც არის როგორ მოვკლა მტერი. ეს არის ის, რასაც არმიები აკეთებენ და ძირითადად საპროტესტო აქციებზე რეაგირებენ. და მე არ ვამბობ, რომ ღაზას რაიონში ტერორი არ არის. არის და საჭიროა, რომ ეს საკითხი ყველაზე ეფექტურად მოგვარდეს სამხედროებისა და სპეციალური დანაყოფების მონაწილეობით და ყველაფრით. მაგრამ ყოველდღიურად პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის კონფლიქტების უმეტესობა სამოქალაქო ხასიათისაა, ორ განსხვავებულ ნაციონალისტურ მხარეს შორის დაპირისპირება, რომელსაც კონფლიქტების საფუძვლად იდეოლოგიური და ეროვნული მიზეზები აქვს. მაგრამ ეს არის სამოქალაქო კონფლიქტები ადგილობრივ, შიდა და ტერიტორიულ საკითხებზე. პროტესტი ამ საკითხების დიდი ნაწილი. ჯარისკაცს არ აქვს აღჭურვილობა, არ აქვს მომზადება, არ აქვს უფლება-მოსილება, იურიდიული უფლება, რომ ამ დავებზე კანონი რეალურად აღასრულოს. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად რეალური გზა პოლიციაა. ეხლა რატო არ ხდება ეს? იმიტომ რომ პოლიცია რეალურად დეკლარაციის გარეშე ახორციელებს კანონის აღსრულებას, რაც პრაქტიკულად სუვერენიტეტს ნიშნავს.
ასე რომ მთელი პოლიტიკური სისტემა 7 ოქტომბრამდე, თუნდაც მემარჯვენებრთაში ნეთანიაჰუ და სხვები შიშობდნენ იუდიასა და სამარიაში სუვერენიტეტის განხორციელებას. 7 ოქტომბრის შემდეგ შესაძლოა ეს შეიცვალა. რამდენიმე კვირის წინ თავრობამ, თავდაცვის მინისტრმა, შემდეგ კოგატმა, იორამ ჰალევიმ, გენერალ-მაიორმა იორამ ჰალევიმ ეს დაასახელეს არგუმენტად. ჩვენ უნდა გავზარდოთ პოლიციის ოფიცრების გამოყენება იუდიასა და სამარიაში, რათა შევამციროთ ორივე მხრიდან ძალადობა. ერთი პალესტინური პროტესტები და თქვათ პალესტინური ძალადობა. ერთი მხრივ არატერორიზმი, არამედ ძალადობა, რაც არსებობს და მეორე მხრივ ებრაული ძალადობა, ისრაელის ძალადობა, რაც იქ გვაქვს. ორივე მათგანი გამოწვეულია, როგორც ადრე ავხსენით, კანონის უზენაესობის ნაკლებობით. როგორც კი ყველაფერს პრაქტიკული სუვერენიტეტით მოაგვარებ, მე დეკლარაციულ სუვერენიტეტზე არ ვსაუბრობ. თავად დეკლარაცია არ მაინტერესებს. მე ვსაუბრობ რეალური სუვერენიტეტის განხორციელებაზე. სამოქალაქო საკითხების, სამოქალაქო ინსტრუმენტებით, სამოქალაქო ტაქტიკით, სამოქალაქო აღჭურვილობით მოგვარებაზე. ეს წარმატებას მოიტანს კონფლიქტების პრევენციაში, დავების მოგვარებაში და არა მათ გამწვავებაში, რადგან ჯარისკაცებს არ აქვთ ცოდნა, უნარი და ინსტრუმენტები, რომ სწორად მოაგვარონ ეს საკითხები. ესა ისახა იმ შემთხვევაშიც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კვარტელში მოხდა, როცა 4 ადამიანი მოგზაურთა ჯგუფი, რომელიც უკანონოდ შევიდა, თუ როგორც იცით, შევიდა იმ ტერიტორიაზე, მგონი ბიზონაში და შემდეგ დაესხნენ თავს. ასე რომ, უბრალოდ რომ დავაზუსტო, ამ მომენტში ისრაელის მოქალაქეები იუდიასა და სამარიაში ექვემდებარებიან სამართლებრივ რეჟიმს, რომელსაც გოგათი მართავს, მაგრამ ფაქტობრივად ამ ტერიტორიაზე ისრაელის სამოქალაქო კანონების უმეტესობა მოქმედებს. პალესტინელები, რომლებიც ცხოვრობენ C-ზონი, რომელიც სამართლებრივი რეჟიმის ქვეშ ექვემდებარებიან. ძალიან რთულია. ესე რომ არსებობს პალესტინის ავტონომია, რომელიც ახორციელებს თავის კანონებს A და B ზონებში და ასევე B-ში და ასევე C ზონაში, ჩვენსა და პალესტინურ ქალაქებს შორის, C ზონაში. არსებობს ისრაელის სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ისრაელის კანონებს C ზონაში, მაგრამ ზოგჯერ B და C ზონებშიც. მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, თუ თქვენი მანქანა მოიფარეს და წაიყვანეს C ზონაში, განსაზღვრებით, ისრაელის სამხედრო და პოლიცია ვალდებულია დააბრუნოს იგი. მათ ეშინიათ ამის გაკეთება ტერორიზმის გამო. ამიტომ ისინი არ შედიან ქალაქებში, პალესტინურ ქალაქებში, თუნდაც C-ზონაში, სამხედროების უსაფრთხოების გარეშე. მაგრამ ეს პრობლემაა, ისინი ნამდვილად არ მიდიან B და A ზონებში. მაგრამ თუ შენ პალესტინელი ხარ A ზონიდან და მართავ მანქანა C ზონაში და გადააჭარბებ სიჩქარეს, ისრაელის ჯარიმას მიიღებ. ეს რომ სამართალდამცავი ორგანოები ორივე მხრიდან მოქმედებენ, პრობლემა პალესტინელ პოლიციასთან რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა მათ ისრაელელებზე კანონი აღასრულეს C ზონაში, ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა, მათ ფაქტობრივად გაიტაცეს რეზერვის ჯარისკაცი გზაზე, რომელიც ტერორის გამო აღარ მოიყენება. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ამ გზის გამოყენება იმის გამო, რაც ხავოთთან ფერმებთან მოხდა, რომლებმაც პალესტინელები გვერდზე გადაადგილეს. მაგრამ პალესტინელი პოლიცია ფაქტობრივად სამხედრო ძალაა. მათ იმ გზაზე საგზაო ბლოკპოსტი დააყენეს, როგორც ამას 10 წლეულების განმავლობაში აკეთებდნენ და გააჩერეს ერთ-ერთი ჯარისკაცი და ისინი წაიყვანეს მას. ეს გიჟური ისტორია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ აღასრულებს პალესტინელი პოლიცია კანონს C ზონაში. ასე რომ, ეს ძალიან რთული საკითხია. და ეს ისევ ისრაელიანების მხრიდან კანონის აღსრულების უგულებელყოფაა, განსაზღვრებით პირველ რიგში C ზონაში. ეს ყველა სირთულე ქმნის ქურდებისთვის შესაძლებლობას. ისრაელში ყოველწლიურად, ჩემი აზრით, იპარავენ 25,000 მანქანას. მათგან 90% მიდის იუდეასა და სამარიაში, რადგან B და A ზონებში კანონის აღსრულება არ ხდება და სინამდვილეში პალესტინის ავტონომიას აქვს სტიმული. შეგიძლიათ ნახოთ TikTok-ის ან Instagram-ის ვიდეოები. შეგიძლიათ ნახოთ პალესტინელები, რომლებიც ყიდიან მანქანებს, ისრაელში მოპარულ მანქანებს. შეგიძლიათ დაინახოთ ისრაელის ნომერი და ისრაელის პოლიცია არასდროს წავა იმ ქალაქში, რომ კანონი აღასრულოს. ასე რომ კანონის უზენაესობის ნაკლებობა მხოლოდ მიწის საკუთრებაზე არ ვრცელდება, ეს ეხება მანქანებსაც. ეს არის ავტოავარია პალესტინურ და ისრაელის მანქანას შორის. არსებობს ბევრი სირთულე, რაც კიდევ ერთხელ გვაბრუნებს იმაზე, რომ ისრაელელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ ხედავენ იუდეასა და სამარიის მომავალს. იმ წამსვე, როცა ისინი გადაწყვეტენ ნორმალური კანონის უზენაესობის დამყარებას და მის აღსრულებას, ეს გადაწყვეტს უმეტესობას დავებისა.
კარგი. უბრალოდ რომ გავიგო, თუ პოლიციას შეიყვანენ, ისინი ასევე აღასრულებენ ისრაელის სამოქალაქო სამართალს ამ პალესტინელებზე C-ზონაშიც. და არის არ მახსოვს ბოლო მონაცემები რაც წავიკითხე, მაგრამ იცით თითქოს და 30%-იანი ეფექტური კონტროლია. თქვენ ადრე თქვით 50%, რამდენიმე წლის წინ C-ზონაზე 30%-იანი ეფექტური კონტროლი იყო. ასე რომ ამ ტერიტორიაზე პალესტინელთა დიდი ინტერესი არსებობს. და ისრაელი ძირითადად ამბობს, რომ თუ თქვენ ცხოვრობთ C-ზონაში, ეხლა აქ ისრაელის კანონმდებლობა მოქმედებს და ისრაელის სამართალდამცავები ამოქმედებენ მას, მაგრამ ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში საჭიროა მიწის საკუთრების ძალიან თანამედროვე ფორმის განსაზღვრა. უდაბნო არ არის ორგანიზებული. ის არ არის გამოცხადებული როგორც ისრაელის სახელმწიფო მიწა და არც კერძო მიწად არის ორგანიზებული. ეს სიგიჟეა. უბრალოდ ყველაზე უცნაურ მაგალითს მოგცემთ. მე ვცხოვრობ იუდეასა და სამარიაში, კანონიერ ადგილას, მთავრობის ყველა ნებართვით. ჩემს უკან სახლია. ეხლა ეს სახლი არალეგალურია, რადგან პალესტინელმა თქვა, რომ ის ადრე წარსულში ამ ტერიტორიაზე ხეებს რგავდა, ის ვერ ამტკიცებს საკუთრებას. მაგრამ როგორც კი პრეტენზიას აცხადებს, ისრაელელები ვერ აკონტროლებენ იმ ტერიტორიას, ამიტომ ის ვერ ამტკიცებს ამას, ვერაფერს აკეთებს, ის ძალიან აბსტრაქტულ რამეს ამტკიცებს. ამტკიცებს, ისრაელელები არ არიან მზად რეალურად განაცხადონ, რომ ეს მათი საკუთრებაა. არავინ არის ვისაც გადაუხდი, რადგან ის ვერ ამტკიცებს, რომ ეს მისი საკუთრებაა. ასე რომ არსებობს დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართობი, რომელიც არავის ეკუთვნის. და ვერავინ ვერაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით, რადგან მიწის საკუთრების მკაფიო სისტემა არ არსებობს. იქ ადრე სახლი იდგა და ის დაანგრიეს, რადგან არ იყო გარკვეული, ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია, ეს მიწა. მას მტკიცებულება არ აქვს. მთავრობა არ არის მზად აღსრულება უზრუნველყოს. ჩვეულებრივ ისრაელში თუ შემთხვევით სხვის კერძო საკუთრებაში სახლს ააშენებ, ამიტომ იმ ადამიანს უხდი, მაგრამ აქ არავინაა ვისაც გადაუხდი. მიწის ყიდვა შეუძლებელია. ამიტომ საკუთრების გაურკვევლობა ქმნის ასეთ უცნაურ სიტუაციებს, რომლებსაც ვერ აგვარებ. აიღე ეს მაგალითი და გავვრცელე ასობით ათას აკრზე გოლანის მაღლობებსა და სამარიაში, სადაც ბევრი ადამიანია ეროვნული, თქვათ რელიგიური ეროვნული კონფლიქტით და ეს ფეთქდება. ამის გადაჭრის გზა, ვიმეორებ საკუთარ თავს, არის მოწესრიგება, სტრუქტურა. კარგი, ხო, მოდი ვცადოთ, როცა შოუს შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში გავაგრძელებთ. მაგალითად, ამიხსენი ნაბიჯ-ნაბიჯ. ვიცი, რომ მინისტრმა სმოტრიჩმა ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ამიხსენი ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ განხორციელდება შენი გამოსავალი? ორ რამეს აკეთებ პარალელურად. პირველ რიგში აცხადებ, რომ მომავალ წელს ყველა, ვისაც იუდეასა და სამარიაში რაიმე ტერიტორიის პრეტენზია აქვს, უნდა მივიდეს ამ სასამართლოში, სადაც უსასრულო რაოდენობის იურისტები და მოსამართლეები არიან და დაამტკიცოს თავისი პრეტენზია. არის პრობლემები იმ ადამიანების, რომლებმაც მიწა მემკვიდრეობით მიიღეს და მემკვიდრეობა არ დაარეგულირეს, იუდეასა და სამარიაში მიწაზე ყველა პრეტენზია და ჩვენ ვწყვეთ, რომ მომდევნო 24 თვეში ჩვენ დავაზუსტებთ და გვექნება ძალიან თანამედროვე მიწის საკუთრების სისტემა მთელი იუდეისა და სამარიისთვის. თუ არა მთელ ტერიტორიაზე, სულ მცირე C-ზონაში მაინც. პალესტინელი იქნება თუ ისრაელელი, მნიშვნელობა არ აქვს. და მზად ვარ მიწის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების ზღვარი მინიმუმამდე დავწიო. პარალელურად განსაზღვრავ ბაზრის პროცესს. როგორ ქმნი ვაჭრობას? ადამიანებს შორის იუდეასა და სამარიაში მიწის საკითხზე, რადგან დღეს იქ მიწის შეძენა გიჟურად რთული და თითქმის შეუძლებელია. პალესტინელებს, ისრაელებს და სხვებს შორისაც. ეს ძალიან რთულია. ამ პრობლემის გადაჭრა პირველ რიგში შექმნის სიცხადეს. პარალელურად იწყებ ბატალიონების რაოდენობის შემცირებას იუდეასა და სამარიაში, სამხედრო ბატალიონების, ონების. ამზადებს სპეციალურ სამხედრო პოლიციას, რომელიც გაწვრთნილია სამოქალაქო კანონების აღსასრულებლად იუდეასა და სამარიაში და იწყებ თითო ბატალიონით. გადახავ ისინი ჯარისკაცებიდან პოლიციის ოფიცრებად. რეზერვისტებზე დატვირთვის შემცირება ეს ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. და რეალურად ისეთი ზონების შექმნა, სადაც პოლიციის ოფიცრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და კანონის აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი ღაზის რეგიონში. Professional პოლიციის ოფიცრები. 2 წლის განმავლობაში მჯერა რომ შეგვიძლია ამ ადამიანების მომზადება.
ერთეულების ჩამოყალიბება, სახმელეთო ტერიტორიის ორგანიზება, მეორე, თქვენ აკეთებთ სამივე თქვათ პალესტინური ძალადობა, ეროვნული დაპირისპირებები პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის და ისრაელელთა ძალადობაც მეორე მხრივ ნიშნულოვნად შემცირდება, რადგან კანონის უზენაესობა მკაფიო გახდება. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი რამ მოხდება, ბევრი ვაჭრობა იქნება ისრაელებსა და პალესტინელებს შორის მიწის ყიდვა გაყიდვით. ეს ბევრს მისცემს საშუალებას მოაგვარონ ტერიტორიული დავები, ვის ეკუთვნის ეს ქალაქი და მსგავსი საკითხები. და თუ წაიკითხავთ ერნანდეს დე სოტოს წიგნს კაპიტალის საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, ეს რეალურად გააფართოებს პალესტინის ეკონომიკას. რადგან დღეს პალესტინელს, რომელსაც სადღაც უკაცრიელ ადგილას მინდორზე აქვს პრეტენზია, მას არ აქვს საშუალება, რომ ეს მიწა დაგირავოს და გამოიყენოს როგორც ბერკეტი სესხის ასაღებად, რათა დაიწყოს ბიზნესი ან გააკეთოს ის, რაც სურს. კანონის უზენაესობის არარსებობა ფაქტობრივად ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. მეორეც, ჩვენ ამ ორ გზას მივყვებით, ქმნით სამართლებრივ სისტემას, წყვეთ დავებს, ვადგენთ არგუმენტს, ვადგენთ საკუთრებას. ქმნით რეალურ პოლიციას, რომელიც იცავს და უზრუნველყოფს კერძო საკუთრებას ორივე მხარისთვის და ამყარებს ისრაელის კანონის უზენაესობას. სულ მცირე სიზონაში ეს რეალურად მეტი მშვიდობა მოიტანდა, იუდეასა და სამარიაში სიმშვიდეს დაამყარებდა, ზოგიერთ საერთაშორისო დავას მოაგვარებდა, დიპლომატიურად დაეხმარებოდა ისრაელს და პალესტინელებს ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემდა. ასე რომ ეს საკმაოდ ფართო და კარგად გააზრებული გეგმა ჩანს. ვიცი, რომ ის გარკვეულწილად გამოკვეთილია ჩვენს ეროვნულ პოლიტიკურ ჟურნალში, ჰაშილოახში ებრაულად და პოპულარობას იძენს. მაგრამ ჩვენ წინ ვართ. ძალიან დაძაბული არჩევნების. როგორც ჩანს, ბანაკებს, რომლებიც ახლა მოქმედებენ, მემარცხენე და მემარჯვენე ბლოკებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, თუნდაც ახლა. და მაინტერესებს, რამდენად შეიძლება გრძელვადიანმა გეგმამ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითქოს გარკვეული ნაბიჯებით იწყება, რეალურად გადარჩეს. როგორია პოლიტიკური პერსპექტივა იმაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ? ესე რომ თუ აიზენკოტი იქნება პრემიერ-მინისტრი, ეს შეჩერდება და სამწუხაროდ იუდეასა და სამარიაში ქაოსი გაგრძელდება. თუ ნეთანიაჰუ არჩევნებს მოიგებს და სმოტრიჩი ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამის შანსი საკმაოდ მაღალია, რადგან ისრაელის საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ პირველი იუდეასა და სამარიაში პალესტინის სახელმწიფო არ იქნება. და მეორე, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით და ეს საკითხი მოვაწესრიგოთ. და ვფიქრობ, პროფესიონალები უკვე იწყებენ ამის გაგებას. ვფიქრობ, მინისტრ კაცის განცხადების შემდეგ, რომ მან დაიწყო პოლიციის განთავსება იუდეასა და სამარიაში, კარგი შანსია, რომ ეს მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მოხდება. ეს გრძელი პროცესია, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რომელსაც ბოლო 50-60 წლის განმავლობაში 1967 წლიდან მოყოლებული არავინ ეხება. და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები სულ მცირე იმაზე, თუ როგორ მარქავთ ამას ისე, რომ არ შეუწყოთ ხელი ძალადობას, არამედ რეალურად დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა. ეს არის მთავრობის ნომერ პირველი როლი. ასე რომ საკმაოდ რეალისტური ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. ეს არის საუკეთესო, რაზეც ვფიქრობ, აქ წმინდა მიწაზე ვინმეს შეუძლია იმედი კონდეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს დილით შემოგვიერთდით. მომავალში საინტერესო საუბრებს ველოდები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის.